პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე შალვა ჯანაშულს უსმენენ. ის ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო. მანამდე საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს ლაშა ქოიავა პასუხობდა. ის აგვისტოს ომის დროს საველე ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა. ქოიავამ გაიხსენა აგვისტოს პერიოდი, მანამდე არსებული ვითარება, ასევე ისაუბრა ჯარიდან ვეტერანი სამხედროების გაშვებაზე. ცოფო ბერიძეს ვრთავთ პარლამენტიდან. პრეზიდენტი გაიქცა, ეს სიტყვები ლაშა ქოიავას ეკუთვნის, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილე და სწორედ საველე ჰოსპიტალის ხელმძღვანელი იყო. როგორც ლაშა ქოიავა იხსენებს, ეს სიტყვები კიკეთში, საველე ჰოსპიტალში მისულმა მოისმინა და ბუნებრივია საუბარი არ არის სააკაშვილის ქვეყნიდან გაქცევაზე, არამედ საუბარია მთავარსარდალ სააკაშვილის თბილისიდან გორში ჩასვლაზე. დღეს ქოიავამ თქვა, რომ სააკაშვილის ამ ქმედებამ ჯარის დემორალიზება გამოიწვია. ზოგადად მას მიაჩნია, რომ მთავარსარდალს ომის პერიოდში პროცესები თბილისიდან უნდა ემართა. მე მოვედი საველე შტაბში, რაც გარკვეულ საქმეზე. შტაბი იყო გაშლილი კარალეთში, რაც ადგილი არის კაკლები ქვია. იქ მითხრა ერთ-ერთმა ოფიცერმა, რომ პრეზიდენტი გაიქცა. როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ადამიანს თავის პრეზიდენტის მიმართ და თავისი უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ პიროვნული. არის ერთი მომენტი, რომ უმაღლესი მთავარსარდალი პრეზიდენტი გაიქცა. აი ეს მთელი მოვალეობები, რომლებიც მან უნდა შეასრულოს, ვინ შეასრულებს. საქართველოსთან არ გაქცეულა, თუმცა ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ ახლა ჩვენ იქ არც ტელევიზორი გქონდა, ჩემ კარგებო და არც მოგეხსენებათ, დიდად ინტერნეტითაც ვერ ვისარგებლებდით. სად წავიდა, რა გააკეთა. ერთადერთი რაც მოხდა, ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვიდა გორში, რატო ჩამოვიდა, რისთვის ჩამოვიდა, კაცმა არ იცის. აქაც არის ესეთი მომენტი, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ჩამოსულიყო საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე. არც ის, არც მინისტრი, არც გაერთიანებული შტაბის უფროსი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ისინი უნდა ყოფილიყვნენ თბილისში, თავიანთ კაბინეტებში და ემართათ მასშტაბურად და გლობალურად ის, რაც მათ ევალებოდათ თავიანთი ფუნქციური მოვალეობებიდან. აქ მოხდა ის, რომ პრეზიდენტი გაიქცა, ჯარმა ეს დაინახა, მაშინვე გავრცელდა ელვისებურად, რაღაცა ვირუსული გავრცელება მოხდა. პრეზიდენტი გაიქცა და რამაც გამოიწვია სერიოზული დემორალიზაცია ჯარში. გორში რაც მოხდა, როდესაც თვითმფრინავის ხმაზე უმაღლესი მთავარსარდალი დაცვას გაექცა. აქ ერთი პრობლემაა, რომ თუ რამე რუსული თვითმფრინავი იყო ჰაერში, ეს ალბათ მოსკოვი, დუბაი 11,000 მეტრის სიმაღლეზე და მის ხმას ის ვერ გაიგონებდა. და სხვა საფრენი აპარატი იმ მომენტში ცაში არაფერი არ იყო. საკმაოდ ემოციური იყო პასუხი ლაშა ქოიავას მხრიდან, როდესაც კომისიის წევრებმა მას კითხეს, უფრო სწორად კომისიის თავმჯდომარემ მას კითხა, გაწირა თუ არა ცენტრალურმა ხელისუფლებამ სამხედროები. ლაშა ქოიავამ ამ დროს უპასუხა, რომ ის თავშივე გრძნობდა იმას, რომ მალე 3 წაგებული ომის ვეტერანი იქნებოდა. ზოგადად მისი განცხადებებიდან კარგად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო მოქმედებების პერიოდში პროცესებს მართავდნენ სამოქალაქო პირები, პოლიტიკოსები და ის ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, მათ შორის არის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილი, მისი მხრიდან დასახელდა ზურაბადეიშვილი და მან საკმაოდ ვრცლად და ბევრი ისაუბრა მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეზე, რომელსაც კომისიის წევრები სწორედ ახლა უსმენენ. საბრძოლო მოქმედების დაწყების მომენტი დილის 6 საათი 8 აგვისტოს ვერ შედგა, იმის გამო რომ ისე მოვიდა რაღაც გაურკვეველი მითითებები, რომ არ უნდა დავეწყოთ ვინაიდან ვიღაცა უნდა ჩამოვიდეს, რაღაც ქონება უნდა მოვიდეს. უნდა მოსულიყვნენ კიდე ჟურნალისტები და სანამ ჟურნალისტები არ მოვლენ, არ შეიძლება მის დაწყება. ბოლოს ჩამოვიდა რაღაც სატვირთო მანქანა რაღაც იმებით. მიტინგისთვის საჭირო რაღაც ნივთებით, ტრიბუნით, დროშებით რაღაცა. და საბრძოლო მოქმედება დაიწყო 7 თუ 8 საათის დაგვიანებით. ამ შეფერხების გამო, რომელიც აი არანაირად არ იყო კავშირში, არც გეგმასთან, არც უზრუნველყოფასთან. უზრუნველყოფის ელემენტიც ყველა იყო თავის ადგილზე და ჩვენ უკვე შეგვეძლო მოქმედება. გეგმის მიხედვით მე-3 და მე-4 ბრიგადები უნდა შეხვედრილიყვნენ ცხინვალის ჩრდილოეთით ჯავის მისადგომთან. ამ დროს მე-4 ბრიგადა იყო გაჩერებული, შეფერხებული ასევე გაურკვეველი მიზეზით. იცით რა არის? აი მას მერე რაც ეს გეგმა დაიგლიჯა, ფაქტობრივი მართვა საბრძოლო მოქმედების გადავიდა
პოლიტიკოსებთან მეოთხე ბრიგადამ დააგვიანა მოძრაობა, მესამე ბრიგადის გადაადგილება უკვე არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ მივიღებდით ძალიან ბევრ გაუმართლებელ მსხვერპლს. საბრძოლო მოქმედებები უკვე დაიწყო ინტენსიური ცხინვალში, უშუალოდ ქალაქში. და როგორც ვაფრთხილებდით სამხედროები, რომ ეს ჩაიხრჭობა ცხინვალის განთავისუფლების თუ აღების ოპერაცია, როგორც ნებავთ, ისე და ჩაიხრჭობა აუცილებლად, ის ჩაიხრჭო. ცხინვალის განთავისუფლება ვერ მოხერხდა. იქიდან გამოიყვანეს ძალები, ეს უკვე ხდება 9-ში. და კეზარაშვილმა გასცა ბრძანება, რომ მეოთხე ბრიგადა, რომელიც იყო გაშლილი და შეტევით მიდიოდა ზნაურისკენ, საბრძოლო გაშლა ჰქონდა უკვე. შეტრიალებული იყო 90 გრადუსით და შესული იყო ცხინვალში. აბსურდული ბრძანება იყო და ბრძანება იყო თუ მოთხოვნა იყო. არ ვიცი როგორ უნდა დავარქვათ. იმიტომ რომ ბრიგადა იშლება საბრძოლო წესით. იმისთვის რომ ის მოტრიალდეს 90 გრადუსით, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა. ის დრო, რომელიც იქნებოდა საერთოდ მნიშვნელოვანი, რაც მისცემდა მოწინააღმდეგეს საშუალებას, რომ ზნაურიდან დაეძრა დაძრულიყო და მეოთხე ბრიგადის ზურგში აღმოჩენილიყო. სახმელეთო ჯარების სარდალიც, გენერალ-შტაბის უფროსის მოადგილეებიც რაღაცნაირად ცდილობდნენ, რომ არ გადაეცათ მეოთხე ბრიგადის მეთაურისთვის ეს ბრძანება, მაგრამ მე თვითონ დაელაპარაკა ტელეფონით და ეს ბრძანება მისცა. მეოთხე ბრიგადის მეთაური იძულებული იყო დაეწყო ბრიგადის შეტრიალება, რამაც რასაკვირველია ფიასკო გამოიწვია. ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ იქ ყველაფერი ასე ტრაგიკულად დამთავრდა. ამ დროს, როდესაც ბრიგადა მოტრიალდა და წავიდა ცხინვალის მიმართულებაზე, მესამე ბრიგადა უკვე იძულებული იყო გამოსულიყო საბრძოლო მოქმედებებიდან. მისი დარჩენა იქ აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. ამაც რასაკვირველია მისცა საშუალება რუსის ძალებს გადმოეკვეთათ საქართველოს საზღვრები და შემოსულიყვნენ ცხინვალში. ჩვენმა ავიაციამ დაამუშავა ეს რუსები, მარშზე მყოფი რუსები, მაგრამ შემდეგ ისევ მივიღეთ განკარგულება, რომ გავჩერებულიყავით, წინააღმდეგობა არ გვეგვეცია, არ აგვაფეთქა რაღაც შესაბამისი ხიდი, რომელიც გათვლილი იყო, რომლის აფეთქება, რომ რუსების გადაადგილება შეფერხებულიყო, ჯარმა დაიწყო უკან დახევა. კიდევ უფრო აღმატებულ ადამიანებს, ვიდრე ჩვენ ვართ, ანუ სამხედროებს, ოფიცრებს, ვინ ჩვენს ქვეყანას იცავს. დაგრჩათ თუ არა განცდა, რომ იქ ქართველი ჯარისკაცი გაიწირა. თათბირი რომ დასრულდა, მოვიდა ჩემთან სახმელეთო ჯარების სარდალი. როგორც ვეტერანთან და გამოსილოდა მეთემ კითხა რა სიტყვიო. და მე ვუპასუხე ძალიან ძნელია მეთქი 3 წაგებული ომის ვეტერანობა. ის რაც ცოტა დაიბნა და 92 წლის ცხინვალიო, 92 წლის აფხაზეთიო და მესამე რომელიო. მე ვთხარი 2008 წლის ცხინვალი მეთქი. რადგან არა სამხედრო გეგმით დაიწყო მოქმედება, ვინაიდან რაღაც მიმართულება ჩაბარდა არა სამხედროებს მართვაში, იქ გასაგები იყო, რომ ომი უნდა წაგებულიყო. დაისვა საერთოდ იმ თათვისზე საკითხი, რას უშვებით ჩვენ მოსახლეობას იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე ვიწყებთ ჩვენ მოქმედებებს. სანამ ჩვენ დავიწყებდით საბრძოლო მოქმედებებს, მანამდე უნდა დაგვეწყოთ საბრძოლო მოქმედებათა თეატრიდან მოსახლეობის გაყვანა. ევაკუაცია. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ თათბირზე არ მოვიდა უმაღლესი მთავარსარდალი. მთელი პასუხისმგებლობა საბრძოლო მოქმედების დაწყების, მოსახლეობის ევაკუაციის, მოსახლეობის დატოვების, ნებისმიერი ჯარისკაცის დაჭრის და მით უმეტეს სამოქალაქო პირის დაჭრის ეს მთლიანად პასუხისმგებლობა ედება უმაღლეს მთავარსარდალს. იმ პერიოდში, როდესაც უკვე საბრძოლო მოქმედებები იყო, ჯარმა დაინახა როგორ ფორცხავდა მათი უმაღლესი მთავარსარდალი. ძალიან მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი და მაინც რატომ ვისმენთ ამას. იმ შვილმკვდარმა დედამაც, რომელიც შვილი შეეწირა სამშობლოსთვის, ამზავრს უნდა იცოდეს ვისი შეცდომები, ვისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები და დანაშაულებრივი ბრძანებები დგას იმ ტრაგედიების უკან. ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს რატომ მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის, ამდენი მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალება, მაშინ როცა შესაძლებელი იყო ამ ადამიანების ბევრად ადრე გამოყვანა. ანუ მოსახლეობა გაწირეს, ძევლად ჩატოვეს, ქვია ამას. ეს მოხდა რეალურად იმ
დემორალიზებელი, მადემორალიზებელი ქმედების გამო, რაც შემოიტანეს სამხედრო თათბირზე იმათ, ვინც იქ არ უნდა ყოფილიყო. საინტერესო იყო ლაშა-ქოეავას განცხადებები, როდესაც ის გია ბარამიძის დროინდელ თავდაცვის სამინისტროზე საუბრობდა იმის შესახებ, რომ ელენე ხოშტარია განსაკუთრებით აქტიურობდა სისტემიდან ვეტერანების გაშვებასთან დაკავშირებით. თქვა ისიც, რომ ბრიტანელი ექსპერტების რჩევა იყო, რომ მსგავსი რამ არ მომხდარიყო, თუმცა ლაშა-ქოეავა ამბობს, რომ ელენე ხოშტარია ბრიტანელი ექსპერტების პოზიციას არ იზიარებდა და დადგა თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ოქრუაშვილის ხანა. ლაშა-ქოეავა ამბობს, რომ მაშინ ყველა სამხედრო მეთაურს პარტიიდან პოლიტიკოსი მიუჩინეს, მას მიუჩინეს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი და ის ამბობს, რომ ამ ფორმით გარკვეულწილად ის გადარჩა კიდეც. ქალბატონი ლაკა ხოშტარია იყო თავდაცვის მინისტრ გია ბარამიძის მრჩეველი. მაშინ განიზრახეს, რომ 2000-ზე მეტი ოფიცერი უნდა გათავისუფლებულიყვნენ. შემდეგ თქვენ ბრძანეთ, რომ დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული ექსპერტების რჩევა იყო, რომ ეს არ გაეკეთებინათ ასე და ამ ფორმით. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ქალბატონმა ლაკამ გაიზიარა დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული ექსპერტების რჩევა? არა, ეს კატეგორიულად არ ნიშნავს ამას, ძალიან გთხოვთ. აბა რას ნიშნავს? უბრალოდ მათ არ მიეცეთ საშუალება ბარამიძე მოხსნეს. გასაგებია. ეს იყო ერთადერთი მიზეზი. ერთადერთი მიზეზი, იმიტომ რომ ბრიტანელები როდესაც ამბობდნენ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, ლაკასთვის ეს არაფერს არ ნიშნავდა, ეს წერილი სიტყვები იყო და იმ ბრიტანელებთან თათბირის მერე ლაკაც ძალიან მონდომებული იყო ოფიცრების გაშვებას თქვენ ესწრებოდით ამ თათბირს? იმ თათბირს მე ვესწრებოდი. ლაკას რეპლიკების გამო მე რაღაც შევეპასუხე მას და ამის გამო სხვა თათბირებზე მე აღარ ვიყავი. რეპლიკები იყო ის, რომ მათ არ იციან რა არის ქართველი ოფიცრები, მათ არ იციან ვინ არიან ისინი და ამაზე იყო რა. ანუ ის, რასაც ბრიტანელი ამბობდა, მისთვის მიუღებელი იყო. დადგა ოქრუაშვილის ხანა. თქვენ ბრძანეთ ასეთი რამ, რომ უკვე 2008 წლის აგვისტოში ვართ და ყველა მეთაურს მიამაგრეს მართველი პარტიიდან პოლიტრუკი. ხომ არ გახსენდებათ თუნდაც რამდენიმე გვარი ასეთი? არა, იცით რა არის, ჩემთან მომაგრებული იყო სამხედრო პოლიციიდან ადამიანი, რომელმაც პრინციპში რაღაც როლი ითამაშა იმაში, რომ გადამარჩინა იმ ადამიანს. დაახლოებით 2 საათია კომისია შალვა ჯანაშვილს უსმენს. ის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილეა, რომელიც როგორც მისი მონათხრობიდან და უფრო ადრე ლაშა-ქოეავას მონათხრობიდან გავიგეთ, აქტიურად იყო საომარ მოქმედებებში ჩართული. ხაზგასასმელია ის, რომ 2 საათია აღნიშნული ადამიანი საკმაოდ აღელვებულია, ამბობს, რომ მისი გაღიზიანება ლაშა-ქოეავას განცხადებებმა გამოიწვია და გარკვეულწილად მას სიცრუეშიც კი ადანაშაულებს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მისგან გავიგეთ, არის ის, რომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის დროს პირველი მითითება და დავალება, სამხედრო დავალება მან გენშტაბის უფროსის მოადგილისგან მიიღო. ამის შემდეგ კი ყველა დავალებას, როგორც ის თავად უწოდებს, საკუთარი მინისტრისგან, ანუ ვანო მერაბიშვილისგან იღებდა. შესაბამისად, თქვენ რომ არ დავიბნე. ადეიშვილის კადრი იყავით, გაერთიანება რა კი მოხდა, თქვენ ადეიშვილისგან მოხვედით, ანუ უშიშროებიდან, თუ მერაბიშვილის კადრი იყავით? არა, მე შინაგან საქმეთა სამინისტრო უშიშროების სამინისტროში მუშაობ 93 წლიდან. მე არც ადეიშვილის კადრი. ანუ შევარდნაძის კადრი იყავით. ხო, ნუ კი ბატონო. შევარდნაძის კადრი იყავით. უпростоროდ ბათიაშვილი, ირაკლი ბათიაშვილის დროს დაიწყო. და ესე მე გავიზარდე პროფესიულად. კი ბატონო, როცა მოვიდა ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალი ხელისუფლება, აბსოლუტურად ყველა ჩარეცხეს და რაღა თქვენ გადარჩით. მე შევარდნაძეს, რა ქვიან, ბედექი ბოლო იმამდე, რა ქვიან, წუთამდე სანამ ესე იგი თვითონ არ გითხრა, რომ დაბრუნდით ბაზაზე, სამეგრელო ზემო სვანეთში. ხსნით ბაზას, იქ ძალიან უამრავი ხალხი ესწრება ამას, ეს ახლა ტყუილს ვერ ვიტყვი. ტრიბუნაზე გამოდის ვანო მერაბიშვილი, მე ცოტა დაბლავდგა და დამიძახა და რა ქვიან, ამომიყვანა გვერდზე დამიყენა და ამ ხალხს ეუნება, ვინც ისევ ძველი კადრებით იყო დაკომპლექტებული. იცით თუ ეს კაცი რატო დგასო? დღესო ჩვენს გვერდითო, იმიტომ რომ შევარდნაძე არ მიუტოვებიაო და ბოლო წუთამდე ედგა. თქვენ გამოგარჩიათ სწორედ იმ ღირსების გამო, როგორც თქვენ ყვებით, რომ არ მიატოვეთ.
მან რატომ იგატოვა? სად არის ვანო? მე რაც შემეძლო, აი გითხარით ამ კითხვაზე რაც წინ დასვით. არ დაგემშვიდობათ, როცა მოიხადა სასჯელი, გამოვიდა და წავიდა ქვეყნიდან. არა, საერთოდ არ ქონია კონტაქტი. ჩვენ აქ გავესაუბრეთ ბატონ ლაშა ქოიავას. იცნობთ თქვენ მას? არა. ბატონმა ლაშამ, რომელიც ესწრებოდა 7 აგვისტოს გამთენიის თათბირს უზნაძის ქუჩაზე თავდაცვის სამინისტროში, გითხრა რომ თქვენ იმ თათბირს ესწრებოდით, ასეა თუ არა? არ არის ასე, ტყუილია. იმიტომ რომ ვარ შვებულებაში, გამომიძახეს და ჩამოვდივარ შვიდში საღამოთი. სრულ ჩვენებისთვის მე თქვენ გაგავთხილეთ. შვიდში როდის ჩამოხვედით და საერთოდ? ჩამოვედი სადღაც შუა დღისთვის, როგორც მახსოვს, მე სამსახურში მივდივარ, ვიცვამ იმას სამხედრო ტანსაცმელს, იმიტომ რომ ჩემი დანაყოფები უკვე არიან გადაყვანილი კარალეთში და მე ჩავდივარ პირდაპირ კარალეთში, პირდაპირ იმაზე რა ქვია. საიდან ჩამობრძანდით? თურქეთიდან. თურქეთში რა გინდოდათ? შვებულებაში ვიყავ. შეწყვიტეთ შვებულება? შეწყვიტე კი. თუმცა რიგითმა თანამშრომელმა ადმინისტრაციიდან დამირეკა და მითხრა რომ საჭირო ხართ აქ უნდა ჩამოხვიდეთ და ჩამოვედი. თქვენ მზად იქნებით რომ ლაშა ქოიავას ამ თემაზე დაუპირისპირდებით? მოგეხმარეთ მაშინ ნახეთ რომ საქართველოში არ ვარ, ხო? არა, მე რაში უნდა მოგეხმაროთ თქვენ? ბანო არ მოგეხმარათ და მე რაში უნდა მოგეხმაროთ? შესაძლოა რომ შეკრებილიყო თათბირი და იქ სხვა პირს თქვენი სახელი გამოეყენებინა. აი მე ესეთი შეთქმულების თეორია საჭირო არის, ან როგორ შეიძლება ეხლა ვიღაცა მჯდარიყო ჩემს მოგიროთ. ვინაიდან არ იყავით? მე ეს გვარი არ აიღო ვიღაცამ და იმ ადგილზე ვიღაც იჯდა შემთხვევით, ხო შეიძლება? შეიძლება ალბათ, არ ვიცი, ვერ გეტყვით ეხლა. ერთი ეს ვარიანტი შეიძლება ვიფიქროთ. შესაძლოა ეს მომხდარიყო, ნუ ტექნიკურად გასაგებია. ვერ გეტყვით რა. კარგი. ხო, მე რო არ ვიყავი, ვიცი. წახვედით რომელი საათია დაახლოებით? მე რომ მივედი იქ ალბათ რა 5 საათია თუ 4-5. მე მახსოვს რომ მე 7 საათზე სადღაც უკვე იქ გტარდება თათბირი, იმაში კარალეთში. კარალეთში რატომ? იქ იყვნენ შეკრებილები ყველანი. ყველანი ვინ? იყო გენერალი ზაზაგოგავა, ყურაშვილი მახსოვს და დანარჩენი ეს თანამშრომლების გვარები აღარ მახსოვს. ბატონ ივანო? ბატონ ივანოც იყო კი. ადეიშვილი, ზურაბი? არ იყო. კეზერაშვილი? არ იყო. სააქტო დარბაზში იყო ეს თათბირი ჩატარდა, სადაც თქვა ეს გეგმა ჰქონდათ უკვე გენერალურ შტაბს გამზადებული, ვის რა პოზიციები უნდა დაეკავებინა, დავალებები თქვენ მიიღეთ დავალებები. ვინ გასცა დავალება? გვარი სახელი. სავარაუდოდ არ მახსოვს, იმიტომ რომ რუკასთან იდგა გენშტაბის უფროსის მოადგილე. რა და ამოცანამი დავალება მიიღეთ თქვენ? ჩვენი ამოცანა ის იყო, რომ თქვა აი ჩვენი ეს ისენი რა ქვია, დაჯგუფება, რომელიც შეიქმნა, რა ადგილზე უნდა განთავსებულიყო კონკრეტულად, უნდა გავსულიყავით რაღაცა პუნქტზე, სადაც უნდა რაღაცა პუნქტი, რომელი პუნქტი? ცხინვალის დასავლეთი მიმართულება იყო ჩვენი დავალება. და რა უნდა გაგეკეთებინათ დასავლეთი იქ უნდა განთავსებულიყავით და დავლებოდით შემდეგ დავალებას. თვითონ ამოცანა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ესეთი ჰქონდა, რომ თავდა ესე იგი შეერაღებული ძალები რაღაც ტერიტორიას რომ დაიკავებდნენ, ამ ტერიტორიის შემდეგ თქვა იმ ტერიტორიაზე უпроსტურად უნდა მოგვეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები, პატრულირება იმ ტერიტორიის, გამოგვენ თავისუფლებინა თავდაცვის სამინისტროს ძალები და ისინი გადასულიყვნენ უკვე სხვა ამოცანის შესრულებლად. ცხინვალის დასავლეთი მიმართულების იმ ადგილს, სადაც თქვენ უნდა ყოფილიყავით, რამე სახელი არ ქონდა კონკრეტული ან დასახლებული. სახელი ქონდა, იმიტომ ის ადგილი ვერ დავიკავით. აი ეს გვიამბეთ. აირია მე ყველაფერი. ის პოზიციები ჩვენ გამყოლიც გაგვაყოლეს, მაშინ კარგად მახსოვს. თავდაცვის სამინისტროდან შეერაღებული ძალებიდან გამყოლიც, იმიტომ რომ ეს ხო და ნუ მოკლედ ესე იგი ეს ამ გამყოლებსაც გზაებნათ და იქ ისეთ ადგილზე ის თქვენით რომ ვეღარ გადავიარეთ, ტექნიკამ ვერ გადაიარა ის ადგილი და გარკვეული ხანი შევეცადეთ რომ ჩვენით გაგვერკვია და არ გამოგვივიდა და შემდეგ მივიღეთ მეორე ბრძანება რომ უკან ამოსულიყავი და უკან კი არა, ნუ უბრალოდ რა ქვია ზემონიქოში ავსულიყავით. ეს გეგმაში იყო რომ თუ იქ ვერ მიხვალთ ნიქო. ვინ გადაწყვიტა? იქიდან აი ზუსტად ეხლა აღარ მახსოვს, მაგრამ იქ რო ჩვენ ვეღარ მივედით იმ ადგილზე, მე ურეკავდი მე თავდაცვის სამინისტროს, ვინც ესენი გამოგვაყოლა მოკლედ რა ეს გამყოლები და
მე მითხრეს რომ ამოდი ზემონიქოში, მაგრამ ვინ მითხრა ამოდი ზემონიქოში აღარ მახსოვს. მაგრამ თქვენ იქამდე ვერ მიხვედით და რა მომენტში მიხვდით რომ ვერ მიაღწევდით? ტექნიკა რო ჩაგვივარდა, დიდი ის იყო თხრილები, რო ჩაგვივარდა ტექნიკა. ამოვათრიეთ იქიდან. რომელი ტექნიკა ჩაგივარდათ? იყო ეს კობრაც კი ჩაგვივარდა. კობრა იყო და სულ იქ მანქანები. გეგმაში ეს თხრილები იყო, რომ გითხრეს რომ აი წადიო ამ ადგილასო, არ გითხრეს რომ იქ თხრილია, ეს რა ტიპის თხრილი იყო? სამხედრო თხრილი იყო თუ ბუნებრივი თხრილი იყო? არხის თხრილი არხი იყო, სარწყავი არხის თხრილი. ცოტა ხანში დამირეკა მე ისა გათენებული არის. ცოტა ხანში მე დამირეკა მინისტრმა და შემეკითხა რომ რა შევით სადახართო. ხო რა ნიქოში ამოვიდეთ ახლა იმაშვები რა მეთქი ვალაგებთ იმას თანმიმდევრობას რაღაცა კოლონას ვაწყობ ისე თავიდან მეთქი რაღაცა და დროზე შეგდით ქალაქშია რა ძალება მივიღე და რომელ ქალაქში? ცხინვალში. მალევე შეხვედით. რა დაგხვდათ ცხინვალში? ცხინვალში ესე იგი თითქმის შუაგულამდე გავედით რა და მე უკვე პირველი კონტაქტი უკვე შეხვდა იმაში რა ესე შუაგულში იქ ერთ ტანკი დაგვიწეს იქიდან ეკიპაჟმა მოასწრო გადმოსვლა და მანქანებში გადმონაწილდა სხვა მანქანებში ამ დროს მე უკვე ტელეფონით ურეკავ იმას გენშტაბის უფროს საზოგადოებას და ვეუბნები რომ მარტო ვარ ქალაქში მე მგონია რომ უკვე სხვადასხვა ხრიდან არიან შემოსულები და მარტო ვარ ქალაქში და აქ მე დიდი ხანი ვერ გავწევ კუთხარ და ტყვია წამალი გამომელევა და მომიწევს მე უკან დახევა რა თუ არ მომეხმარებით ახლა გენერალ გოგავას დროა საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ის საკუთარი წოდების შესაბამისად გამოწყობილი გამოცხადდა. ზაზა გოგავა აგვისტოს ომის დროს გენერალური შტაბის უფროსი იყო.